Saidumlo. Hakkını helal et abla. Чем გამოტყუილი თქვიდაო. Benim yüzümden გთხოვ მაპატიე. ჩემი პრობლემები თავს მოგახვია. ღმერთმა ხელი მოგიმართოს ჩემო ძვირფასო. ის ქალი, დედა ასიეს რომ ეძახი, ვერაფერს დაგიშავებს. Anne. დედა, კარგად ხარ? İyiyim kızım. კარგად ვარ შვილო. არი ნერვირო. Şükür. მადლობა ღმერთს. Babaannem seni görecek diye. მეშინოდა რომ ბებია გნახავდა და ერთ ამბავს ატეხდა. Zoruma gidiyor kızım. ძალიან მიჭირს შვილო. Bir de bir suçum var. ხანსად ვიმალები, ხანსად. თითქოს რამე დავაშავე. Anne. დედა, Durumları biliyorsun. ჩვენი მდგომარეობა ხომ იცი? Ne olur biraz გთხოვ, sabret. ცოტაც მოითმინე. Peki kızım. კარგი შვილო. Sen üzme kendini. ნუღელა, Ben elbet მე მოვითმენ. ağlasam da. შეიძლება ვიტირო ან უკმაყოფილება გამოვთქვა, მაგრამ გავუძლებ. Esma. ჩეთინისთვის, ესმასთვის და შენთვის. ყველაფერს გავუძლებ. რა მოხდა შვილო? დეიდა აიშე სად არის? დაუძახეთ, მოვიდეს. აიშე ვინ არის? Ayşe teyzedir gidiyor. ყველა აღფრთოვანებულია იმ ქალით. რაც გამოჩნდა მოსვენება დამიკარგა. მით უმეტეს სეჰერს რომ დაინახავს მასზე მზედამთვარი ამოსდის. მათ შორის რაღაც უხილავი კავშირია. Zuhal'in ასე მშობელი დედაც არ ისრუნებდა საკუთარ შვილზე. adını duymadığım ქალბატონი ზუჰალის ნათესავია. ქალი რომლის სახელიც 6 წელი არ გამიგია, უცებ არსაიდან მოვიდა და ოჯახის ნათესავად გაგვეცნო. თანაც ისე შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში, ყველა მის სახელს ახსენებს. თუ ის ქალი ჩინარია, თუ მართლა ჩინარია, Benim asıl. მე ვარ ასიე. Bak hele, რაღაც უნდა დაგავალო. sana bir şey. გესმის? Tamam yenge. კარგი geç ბიცოლა, kalma. არი ნერვიულო. Akşam არ დავაგვიანებ. საღამოს გნახავ. Ne oldu kızım? Ne? რა მოხდა შვილო? რა Babaannem გითხრა? yarın gidiyormuş. ყოლბებია O მიდის. yüzden akşam hepimiz. ამიტომ ამ საღამოს ყველამ ერთად უნდა ვივახშმოთ. vermek için aramış. ბიცოლა მამის სათქმელად დამირეკა. Asma o güzel yüzü. გთხოვ, ნუ მოიწყენ. Bak babaannem yarın gidiyormuş işte. ხომ გაიგებებია ჩემი ხვალ მიდის. ერთი დღეც მოითმინე. Her şeyi öğren. მალე ჩემი დაძმა ყველაფერს გაიგებს. აღარ ინერვიულო. Annem benim. დედა, Sen sadece მხოლოდ Çetin'le ჩეთინზე და ესმაზე იფიქრე. onların da benim gibi böyle წარმოიდგინე, რომ ისინიც ასე ჩაგკიდებენ ხელს, დედას დაგიძახებენ, გულში ჩაგიკრავენ. bu dedikleri. როგორც ამბობ, ისე იქნება შვილო. ქალბატონო მელდა, გამარჯობა, ესმა ვარ. თუ გცალიათ ოფისში გვესტუმრეთ. მე და ბატონო მერს თქვენთან სალაპარაკო გვაქვს. დიახ, საბუთებს ხელი მოაწერა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. კარგი, გასაგებია. რა თქვა? ქალაქ გარეთ შეხვედრა აქვს. მალე აეროპორტში უნდა იყოს. მითხრა ხვალ დავბრუნდები და ვილაპარაკოთო. ყველამდე ვერ დაველოდებით. თუ აქ არ მოვა, ჩვენ უნდა წავიდეთ მასთან. მეც ასე ვფიქრობ. Hoş geldiniz. გეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, გელოდებოდით. გმადლობ. Hayırdır რა gel. ხდება ბრძალო? Niye böyle nefes? ასეთი აღელვებული რატომ ხარ? Sizi merak ettim. თქვენზე ვყელავ დედა. Getir çocuğu. ყველაფერი შიგნით შეიტანე შვილო. Onlar ne? რა მოიტანეთ? Duruyor oyuncak al. დურუს სათამაშო უყიდე. ნახე, ბებიამ კატაც მიყიდა. Peki. რა საყვარელია. Hadi kızım hadi. შიგნით შევიდეთ შვილო. შევიდეთ. Kedimize კატაღა გვაკლდა. pirelenmez. სახლი რწყილებით გაივსო. Az kaldı. ფინიშის ხაზს უახლოვდები ზუხალ. ცოტაც მოითმინე. ჩინარს ხვალვე მოვიშორებ თავიდან.
ჯანდაბა. დემეთ. ნეტა ვიცოდე შენ გამორისი ატანა მიწავს. იმედია ეს მსხვერპლი საკმარისი იქნება შენთან შესარიგებლად. Aman be hala. ღმერთო ჩემო მამი და 2 წუთით მაინც დამანებეთ აღი. Biraz sabretsen geleceğim. მოითმინე და მალე მოვალ. Hayırdır? რა ხდება? ვინ რეკავს? ჩეთინი. ყურები რატომ ჩამოყარე? იქნებ სამსახურთან დაკავშირებით რამე სიახლეა. უპასუხე. გავიგოთ რა უნდა. ალო, Efendim. გისმენ ჩეთინ. დემეთ, როგორ ხარ? საქმე მაქვს ჩეთინ. Ne söyleyeceksin? მითხარი რატომ დარეკე? კარგი, დიდ დროს არ წაგართმა. საღამოს კაფეში შევხვდეთ. შენთან სალაპარაკო მაქვს. მუშაობდა არ ძალია. თუ რამე გაქვს სათქმელი, ტელეფონით მითხარი. ტელეფონით ვერ გეტყვი. პირისპირ უნდა შევხვდეთ. შენთვის სიურპრიზი მაქვს. რა უნდა? Buluşalım diyor. Bir şeyler ჩემთან შეხვედრა სალაპარაკო მაქვსო. მიდი და თანხმდი. Tamam. კარგი, მოვალ. კარგი, მაშინ დაგემშვიდობები. Allah'ım sana çok şükür sonunda evlat. ღვთისწყალობით მალე ჩემს შვილებთან ერთად ვიცხოვრობ. Bugünün geleceği. მომავლის იმედი რომ არ მქონდეს, 1 წუთითაც ვერ გავუძლებდი მათგან შორს ყოფნას. Onları bağırmak. 20 წელი ძალიან დიდი დროა. Evlat. იმედი მაქვს, როცა ჩემს შვილებს ჩავეხუტები და მათ სურნელს ჩავისუნთქა. ჩემს გულში მათი მონატრებით ანთებული ცეცხლი ჩაქრება. რა საყვარელი ხარ? Kızım. შვილო, Nereden bu? სადიპოვა ეს კატა? Yengem görmeden გარეთ გაიყვანე, სანამ ბიცოლას დაუნახავს. ბიცოლამ ნება დამთო. თანაც ეს კატა ბებია მიყიდა. მაწანწალა არ არის, ძალიან საყვარელია. Evet. O da senin gibi çok. შენსავით. დედა, ჩვენთან სახლში ხომ წავიყვანთ? წავიყვანთ. Ama მაგრამ ერთი პირობით. კარგი? რა პირობით? bunu sen al. ამ კატას შენ თვითონ O da მოუვლი. bizim gibi არ დაგავიწყდეს, რომ მასაც ისევე სჭირდება მზრუნველობა და სიყვარული, როგორც ჩვენ. კარგი, მე თვითონ ვიზრუნებ მასზე. ოჯახ ჩემო ძვირფასო გოგო. Oo. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. Akşamı ziyafet. როგორც ჩანს, საღამოს სუფრას ვშლით. მშობლიური სოფლის პროდუქტი ხომ უნდა დააგემოვნოთ. დედა ასე მიბრძანა საღამოსთვის სუფრა გამეშალა. Hayırdır yenge? Bir şey mi? რა არის ბიცოლა, მოხდა რამე? კიდევ რა უნდა მოხდეს შვილო? მგონი დედა ასე რაღაცას ხვდება. İyi de kardeşlerim. როცა ჩეთინი და ესმა სიმართლეს გაიგებენ, ბებია ჩვენ საქმეში ვეღარ ჩაერევა. ზეჰერ, ასე მშვიდად როგორ ხარ? რამდენჯერ გითხარი, რომ შენი და-ძმა როცა სიმართლეს გაიგებს, ისეთი რეაქცია არ ექნებათ, როგორიც შენ გქონდა. ჩინარს დედად არ აღიარებენ. Benden gizli ვიცი, რომ რაღაცას მიმალავთ. დამაცადეთ. Dur bakalım. ყველაფერს გავარკვევ. ვიპოვეთ. აი, იქ არის. ქალბატონო მელდა. ქალბატონო მელდა. გთხოვთ 2 წუთი დაგვითმეთ. ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრათ. აქ რა საკეთებთ? ბურაკმა გამოგგზავნათ, არა? გადაეცით, რომ მასთან საქმე უკვე დავასრულე. ჩემთვის ის წიგნი დაიხურა. ბურაკის დანახვაც აღარ მინდა.
ბატონმა ბურაკმა არაფერი იცეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუ ქალბატონ ესმას მოусმენთ, განქორწინებას ორივე გადაიფიქრებთ. მის მინეთ ქალბატონო მელდა მიჭირს ამის თქვა. უნებლიეთ ქალბატონი ჰილალის და ბატონი დენიზის საუბარი მოვისმინე. ადამიანები, რომლებსაც მეგობრებად თვლით, თქვენ ზურგს უკან საშინელებებს ჩადიან. ბიჭებო, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მგელივით მშია. წავიდეთ, რამე ვჭამოთ. ერთი ადგილი ვიცი, სახლში მომზადებული კერძებით გაგვიმასპინძლდებიან. წავიდეთ? კარგია, მან წავიდეთ. კუდრეთ, შენ რა სიტყვი? ბიჭებო, მე ვერ წამოვალ. ლექციები მაქვს. უნდა ვიმეცადინო. წამოდი კუდრეთ, დიდხანს არ გავჩერდებით. ვისადილებ და დავბრუნდებით. კარგი, წამოვალ, მაგრამ დიდხანს ვერ გავჩერდები. ბებია ჩემი ჩამოვიდა, სახლში ადრე უნდა მივიდე. რა ხდება? ასე ჩუმად განმარტოებით რაზე ლაპარაკობთ? ბებია, დორუსთვის ძალიან ბევრი რამ გიყიდია. რა საჭირო იყო? თავარია ბავშვმა გაიხაროს. კაფეში ვერ ვისადილეთ. დეიდა აიშესთან მივედით სამსახურში, მაგრამ არ დაგვხვდა. მშობლიურ სოფელში წასულა. ვერა და ვერ გაიცანით ერთმანეთი დედა. ჩემი ბრალია. დღეს ვერ გავიცანი, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად გავიცნობ. რადგან ასე ძალიან გიყვართ, კარგი ქალბატონი უნდა იყოს. შენ თქვი, რომ დღეს დილით პარკში რომ მოვედი, აიში ახალი წასული იყო. არ იცოდი, რომ სოფელში მიდიოდა? ვიცოდი. როგორ არ ვიცოდი? პარკში და სამშვიდობებლად მოვიდა. რა სისულელია. არც ჰილალი და არც დენიზი არ არიან ის ადამიანები, ვინც ჩემს ზურგს უკან იმოქმედებდა. მათთან ახლო მეგობრობა მაკავშირებს. ერთად გავიზარდეთ. თქვენი მესმის ქალბატონო მელდა. რთულია ასეთი რამ დაიჯეროთ ადამიანებზე, რომლებსაც თქვენს მეგობრებად თვლით, მაგრამ მათ ქმარს დაგაშორეს. გთხოვთ, დამიჯერეთ. მომისმინეთ. ზოგჯერ ადამიანები ვერ ხვდებიან რა არის მართალი. თუ წარსულს გაიხსენებთ, რა გითხრეს თქვენმა მეგობრებმა, როგორ მოგექცნენ? დარწმუნებული ვარ დაგვეთანხმებით. თუ ფიქრობთ, რომ ჩემი მეგობრობის დადანაშაულებით ბურაკთან შემარიგებთ, ძალიან ცდებით. თქვენი ტყუილების მოსმენის დრო აღარ მაქვს. მაგვიანდება. ქალბატონო მელდა. მოვედით. ბიჭებო, მოიცადეთ. რაღაც უნდა გითხრათ. სხვა რამე ვჭამოთ. პიცა ან ბურგერი. სახლში მომზადებული კერძები არ მომწონს. დავიღალე ყოველდღე ბურგერის და პიცის ჭამით. წვნიანი კერძი მინდა. მართალია, სახლში მომზადებული კერძები გვინდა. ხო, ასეა. თანაც ამ კაფეში გამორჩეულად ამზადებენ. თითებს ჩაიკვნეთ. შიმშილით ხვდები კუდრეთ. სხვაგან ვეღარ წავალთ. აქ დავსხდეთ. გამარჯობა. მითხარი რა გინდოდა? ოღონდ სწრაფად. მამიდასთან უნდა დავბრუნდე. დემეთ. ბიზნესისგან სამსახურის შემოთავაზებას მხოლოდ შენ გამო დავთანხმდი. ძალიან მიხარია. გილოცავ ჩეთინ. სწორი გადაწყვეტილება მიიღე. გმადლობ. იმედია თავს კარგად გავართმა. და რომელ პოზიციაზე დაიწყე მუშაობა? მოიცა, გამოვიცნობ. გაყიდვების ან ფინანსური მენეჯერი ხარ? არა. არა, ჯერ მენეჯერი არ ვარ.
რა თქმა უნდა, ამაზე როგორ არ ვიფიქრე. ჯერ ძალიან გამოუცდელი ხარ იმისთვის, რომ დირექტორად დაგნიშნონ. მაგრამ დირექტორის თანაშემწე გახდი, არა? ჰა, ესე იგი გამოვიცანი. თურგუთ ფოირაზე ძმისშვილს სტაჟიორად არ დანიშნავდა. ძალიან მიხარია, ჩეთინ, ძალიან. როგორც იქნა მოხვედით. ცნობის მოყარეობისგან მკვდები. ბოდის გიხდი. შკარობდით და ვერაფერი გითხარი. ქალბატონ მელდასთან ვიყავით. არა უშავს. რა პრობლემაა? რა ქენი ესმა? სტიპენდიის საკითხი მოაგვარე? ხო მართლა, მეც უნდა მეკითხა. ლექტორთან გასაუბრებამ როგორ ჩაიარა. ლექტორმა მითხრა, რომ ყველანაირად დამეხმარება. სტიპენდიის მიღების მაღალი შანსი მექნება თუ რეკომენდაციის წერილს დამიწერს. წარმატებებს გესურვებ. გმადლობ. სტიპენდია აუცილებლად უნდა მიიღოს. ყველაფერს ვიღონებ, რომ ესმა ლონდონში გავგზავნო. თორემ ომერს დავკარგავ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. რას მიირთმევთ? არტიშოკის სალატს პურთან ერთად. მე წიწილა და ბრინჯი მინდა. მე მწვანე ლობიო მომიტანეთ. მადა დამეკარგა. მე წყალს დავლევ. კარგი. რა მოხდა? ისევ გაბრაზებულია? რა თქმა უნდა, და მართალიც არის, ვერაფერს ვიტყვი. ადამიანი სახლიდან რომ გაგაგდებს, როგორ უნდა აპატიო? რესისონია? სამზარეულოში რას ამზადებენ ბიცოლა? არ ვიცი. მაგრამ რასაც არ უნდა ამზადებდნენ, სახლიდან ეს სუნი აღარასდროს გავა. რაზე ლაპარაკობთ? საქონლის თავისა და ფეხების სუნია. არ მოგეწონათ? არა დედა, უბრალოდ გვაინტერესებდა. საიდან გაგიჩნდა საქონლის თავისა და ფეხების მომზადების იდეა? Peki bu geçici bir şey ama, değil mi? ისე ეს დროებითი არა? ანუ მალე დაგაწინაურებენ. ჩეთინ. Asma suratı. სახენუ ჩამოგტირის. Ben ne yaptıysam bizim için ეს ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის გავაკეთე. პირობა რომ არ წამეყენებინა, ბიძა შენს არ დათანხმდებოდი. ასე არ არის? თუ ამით ბედნიერი ხარ, ჩემთვის პრობლემა არ არის. ახლა რადგან მიიღე რაც გინდოდა. მეც მაქვს შენთან ერთი თხოვნა. ამ ბეჭედს აღარასოდეს მოიხსნე. პირდები? söz. პირდები. Koskoca müdür. მენეჯერის ასისტენტის დამცირებასაც არ ვაპირებ. წინ ვერ იყურები? ბრმა ხარ? ნახე რა უქენი ჩემს პერანგს. ბოდი შიშვილო, განზრახ არ გამიკეთებია. განზრახ არ გაგიკეთებია? იცი რა ღირს ეს მაისური? იქნებ იმდენი რამდენიც შენი ერთთვის ხელფასია. ეს ლაქა როგორ მოვაშორო? კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს. მომეცი პერანგი, ქიმწმენდაში წავიღებ. თავი დამენებე, აქ აღარ მოვალ. პერანგი გადასაგდებია, გაფუჭდა. ქალბატონო ესმა შეგიძლია ამ დოკუმენტებს გადახედო. მივდივარ. თუ რამე მნიშვნელოვანი მოხდება მომწერეთ. სასამართლოში ვიქნები. კარგი. წარმატებას გისურვებ. გმადლობ. ქალბატონო ესმა. ქალბატონო ესმა. სადღაც დაფრინავ. ვერ გაიგე რა გითხარი. Özür dilerim. მაპატია. ლონდონის შესახებ ინფორმაციას ვკითხულობდი.
სად ვიცხოვრობ, რა ადგილებს მოვინახულებ და ასე შემდეგ. ნახეთ, რა ლამაზი ქალაქია. მართალია. უნივერსიტეტში ჩავირიცხე. სტიპენდიასაც თუ მოვიპოვებ, ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება, ვიდრე წარმომედგინა. ესე იგი წასვლა გადაწყვეტა. რა თქმა უნდა. წლებია საზღვარგარეთ სწავლაზე ვოცნებობ. ლონდონში მაგისტრატურის გავლა დიდი ნახტომი იქნება ჩემს კარიერაში. იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. მურატ, ერთი წუთით წამოვყევი. რა ხდება კუდრად? წამოდი ძმაო. წამოდი და გაიგებ. მომისმინე. შიგნით ის ქალია, რომელსაც შენ უყვირე. ის ქალი, რომელიც შენი პერანგის გამო გალანძღე. ეს აქ ბორისპოლისთვის მუშაობს. პატიოსთან ჩრომობს, გესმის? შენაერი ბრიყვების პრეტენზიებს ითმეს. რასაკეთებ კუდრად? სულ გაგიჟდი? გაჩუმდი. ის ქალბატონი არაფერში იყო დამნაშავე. ადექი და უყვირე. სხვების თვალს წინ დაამცირე. ახლა შიგნით შეხვალ და იმ ქალს კაცურად ბოდიშს მოუხდი. სად ხარ? დიდი ხანია გირეკა. რატომ არ მპასუხობ? მოკლედ მითხარი რაკენი. კარგია. ყველა იმ ადამიანის ფოტო მჭირდება, ვინც იმ კაფეში შედის და გამოდის. საინტერესოა ვისალაპარაკება. რა მოხდა? აქ ხომ არ მოიწყინე დედა. მალათია მოგენატრა არა? ამდენი ხანი სოფლიდან შორს არასდროს ყოფილხარ. ამაზე ლაპარაკი არ მინდა. სამზარეულოში წადი და შეამოწმე ფიდანი რას აკეთებს. კარგი დედა, ახლავე შევამოწმებ. ყავას მოვადუღებ. მიირთმევ? არა. კიდევ რამეს ხომ არ მიირთმევთ? მადლობთ, მეტი არაფერი გვინდა. მალე წავალთ. ჩემი საქციელის გამო ბოდის გიხდით. არა უშავს. უკვე დავივიწყე. ორი ყავა თუ შეიძლება. მადლობთ. ბოდიშს გიხდით ბატონო გურსელ. გაუფრთხილებლად მოვედი. არა უშავს, არი დარდო. შენთან სალაპარაკოდ დროს ყოველთვის გამოვნახავ. გმადლობთ. ძალიან გულისხმიერი ხართ. ეს მას ძალიან გაუმართლა შენაერი უფროსი რომ ხავს. აშკარა დაფასებ თანამშრომელს. ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ საქმით არ შემოიფარგლება. ნათესავები ვართ. ეს მას მართლა ძალიან ვაფასებ. რა კარგია. ეს მამიცის აქ რომ მოხვედი. არა. ძალიან გამიხარდება თუ ეს მას არ ეცოდინება რომ სტიპენდია მე დავუფინანსე. უნდა რომ ყველაფერს დამოუკიდებლად მიაღწიოს. ამიტომ შეიძლება უარი გითხრათ. ფრთების განშლაზე და გაფრენაზე ვოცნებობდი. თითქოს ფეხის ტრავმა არ იყოს საკმარისი. ახლა ბიძა ჩემთან უნდა ვიმუშაო. სიყვარულიც კი არ შემიძლია. ფრენაზე რომ აღარაფერი ვთქვა. ჩემი ოცნებები ოცნებებად დარჩება. ამ ყველაფრის შემდეგ საყვარელ ადამიანს ვერ დავკარგავ. მერე მართლა დავკარგავ სიცოცხლის ხალეს დემეთი.
ჯანან, შვილო, 2 საათი გავიდა, მან დრას აკეთებ. კარადა გამოაღე და დააცარიელე. ცეჰერმა ქილები შეაწყოს. ხელები რისთვის გაქვს? ასე არ შეიძლება. თავიდანებე, მე მივხედავ. ფიდან, შვილო, ეს კუსკუსი, მაკარონი და ლობიო გასკურის ქვეშ კარადაში შეინახე. დანარჩენ პროდუქტებსაც თავისი ადგილი მოუნახეთ. სწრაფად. მართმა ხელი მოგიმართოთ. დედა, შენ ნუ შეწუხდები. ყველაფერს მე მივხედავ. მალე მორჩები, შვილო. შენ უსაქმოდ ნუ დგახარ. ყველას დაურეკე. ვახშამზე არ დაიგვიანან. სუფრას რომ გავშლით, აქ უნდა იყვნენ. კარგი, ახლავე დავურეკავ. მოითმინე ზუხალ, ცოტაც მოითმინე. ხვალ მიდის, ბოლოს და ბოლოს ამოისუნთქებ. ეს უკვე მეტის მეტია. კატა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის. სახლი სახლს აღარ გავს. მოითმინე ზუხალ, მოითმინე. ღმერთმა დაგლოცოთ. უგემრიელესი კერძები გაქვთ. კვლავ გელოდებით. კუდრეთ. ვიცი რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ. მაგრამ დამიჯერე, შენთვის სახლიდან წასვლა უნდა მეთხოვა. სხვა გზა არ მქონდა, შვილო. ძალიან ნანობასი არ უნდა მოვქცეულიყავი. ბოდიშს გიხდი. რადგან წასვლა მთხოვე, ესე იგი ამის მიზეზი გქონდა დეიდააშე. ნუ ღელო, შენზე გაბრაზებული აღარ ვარ. თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, ეს მე ვარ. ესე იგი შევრიგდით? შევრიგდით. კუდრეთ? დავოდი ძმაო. მე წავალ. ნახვამდის დეიდააშე. ნახვამდის შვილო. მადლობა ღმერთს. შვილო, ეს შენთვის მოვამზადე. ძვლებისთვის ძალიან კარგია. ყოველ დღე შეჭამ და წამალი აღარ დაგჭირდება. მიირთვით, თორემ გაცივდება. თბილ-თბილი უნდა ჭამოთ. ქალაქში სწრაფი კვების ობიექტებში ჭამას ხართ მიჩვეულები. ჯანმრთელობისთვის ეს საზიანოა. დედა, ამას ვერ შევჭამ. ძალიან ცუდი სუნი აქვს. ჩუმად, ბებია გაიგონებს. ცოტა შეჭამე. ფიდან? წვნიანი ზუჰალსაც დაუსხი, შვილო. თებში ცარიელი აქვს. არ მინდა დედა. არ მშია. უბრალოდ თქვენთან ერთად დავჯდები სუფრასთან. დაუსხი, დაუსხი. ეს 10 ჯერ სასარგებლოა იმ სუშიზე, რომელსაც ყოველდღე ვჭამ ზუჰალ. დედა, ჩემთვის ნომერ პირველი მზარეული ხარ. გემრიელია. ღმერთმა შეგარგო, შვილო. Gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son şeydir şu kısa hayatımda. Gözlerindeki o tebessümü görmek için ben yıllarca beklerim seni kalbime gizledim durdum senden asla vazgeçmem. ღმერთო, გთხოვ მომასწარე იმ დღეს, როცა ჩემს შვილებთან ერთად ვივახშმებ.
მათ მონატრებას ვეღარ ვუძლებ. ჩემი ოცნება ამ მთელი ოჯახი ერთად შევკრიბო. ფიდან, შეგიძლია ჩემს მას წვნიანი კიდევ დაუსხა. მიირთვი შვილო. ფიდან, ყველას დაუსხი, სასარგებლოა. დედა, ნეტავ ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყავ. ასე მალე რატომ მიდიხარ? რაღა მალე შვილო, ერთი კვირა აქ ვარ. თავი მოგაწყინეთ. რას ამბობ დედა? შენ ჩვენი უფროსი ხარ. ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი გიჭირავს ჩვენს ცხოვრებაში. ბიცოლა მართალია, ჯერ ვერ მოგისიყვარულეთ. ცოტა ხანს კიდევ დარჩი. დარჩი ბებია, რატომ ჩქარო? ჩემი საქმეები მაქვს შვილო. სეჰერ? შენ არაფერი გითქვამს შვილო. არ გინდა რომ დარჩე? რას ამბობ ბებია? როგორ არ მინდა? უბრალოდ ვერ შეგეწინააღმდეგე. წავალ, წამოსწავლე. მოგიტან ბებია, რატომ წუხდები? არა, შენ წვნიანი მიირთვი. წამოს თვითონ დავლევ. გემრიელად მიირთვით. მიდი ძმაო დაასრულე. გამომართვე. ბიძია, შეგიძლია პური მომაწოდო? უფალო, მე არ ვბრაზობ შენზე. იცი, რაც არის ჩემთვის უკეთესი. უბრალოდ ვლოცულობ და გელოდები. იმედს არასდროს ვკარგავ. ყოველ ღამე ძილის წინ იმ დღეზე ვოცნებობ, როცა ჩემს შვილებს სკოლში ჩავიკრავ. როცა სიმართლეს ვეტყვი და დამიჯერებენ. დამეხმარე, რომ ამ განსაცდელს გავუძლო. ფოტოები მზადაა. დრო და მისამართი შემატყობინეთ, რომ გადმოგცეთ. დამელოდე ქალბატონო აიშე. ხვალ გავარკვევ ვინ ხარ. უფალო, მხოლოდ შენი იმედი მაქვს. გენდობი. შენ ხარ მოწმე, რომ რასიმი მე არ მომიკლავს. გევედრები, წყალობა გამოიჩინე. გააგებინე ჩემს შვილებს, რომლებსაც მკვლელი ვგონი ვარ, რომ ეს მე არ გამიკეთებია. დამეხმარე დავარწმუნო ისინი, რომ უდანაშაულო ვარ. მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემს უბედურებას ბოლო მოუხო. კეთილი მგზავრობა დედა. აეროპორტამდე ხომ არ მიგაცილო? დედა, მეც ხომ შემოგთავაზე, მაგრამ უარი მითხარე.
რა საჭიროა შვილო, შენ საქმეს მიხედე. მიდი, აეროპორტში სალიჰი მიმიყვანს. ნახვამდის ბებია. ფიდან? აქ ვარ. რასელოდები ჩაჯექი მანქანაში. ნახვამდის. ნახვამდის ბებია. სახლში რომ მიხვალ დაგვირეკე. კარგი, კარგი. ჩაჯექი. მოდი შვილო. თავს გაუფრთხილდით. ღმერთი გფარავდეთ. ნახვამდის. ბებია მომენატრება. სახლში შევიდეთ. Seher kızım. Seher შვილო. Anneciğim. ალო, დედა. როგორ ხარ? ბებია ახლა ხან გავაცილეთ. Bir sıkıntı. რამე ხომ არ მოხდა? არა, ყველაფერი რეგზეა. Nasıl heyecanlıyım. ბერახწერ როგორი აღელვებული ვარ. როგორც იქნა ჩეთინი და ესმა სიმართლეს გაიგებენ. ჩემი აზრით მოწდას აზრი აღარ აქვს. ამ საღამოს შევიკრიბოთ. გარკი შვილო, როგორც გინდა. Artık bundan sonra ამიერიდან ერთად ვიქნებით. იმედია ერთმანეთს აღარაფერი დაგვაშორებს. Neredesin? სად ხარ? იმ მისამართზე რომელიც მომეცით ქალბატონო. დამელოდე, ახლავე მოვალ. Abla biz gidiyoruz. და ჩვენ გავდივართ. Tamam. კარგი. არ დაგავიწყდეთ რომ საღამოს ერთად უნდა ვივახშმოთ. თქვენთვის სიურპრიზი მაქვს. დაიგო. უკვე რამდენი დღეა იძახით თქვენთვის სიურპრიზი მაქვსო. მაგრამ არაფერს ამბობ. ბავშვები ხომ არ ვართ. რატომ გვატყუებ? Beklediğinize değil. დამშვიდდი არ გატყუებთ. Hadi oyalanma. დამიჯერეთ. Hayırlı işler. ლოდინად ღირდა. Görüşürüz. აბა, დროებით. ნახვამდის. Hayırlı sabahlar. დილამშვიდობისადაო. წარმატებულ დღეს გისურვებ. გმადლობ. Bakayım da სახე გიბწყინავს ჩინა. მითხარი რა მოხდა? Hayır olsun. Anlat რა bakayım. მოხდა? მომიყევი. Asiyama git. დედა ასეე წავიდა. Bu akşam evlat. ამ საღამოს ჩემ შვილებს ვეტყვი რომ მათი დედა ვარ. Allah'ın ღვთისნებით როგორც იქნა ერთი ოჯახი ვიქნებით. Hadi inşallah. იმედია დაო. Salih, სალი, şu sağda აქ სადმე გააჩერე. Ne oldu ama? რა მოხდა დედა, რატომ ჩერდებით? ქალბატონო ასია თავს უდად გრძნავთ? არა შვილო. რაც გითხარი ის გააკეთე. ეს თქვენი მიერ მოთხოვნილი ფოტოებია. ეს ქალბატონი აიშეა. Ana bakayım kimin? დედა მაჩვენე ვისი ფოტოა? Çınar ya. პიცოლა ჩინარი? ჩინარ. O kadar heyecanlı. ძალიან აღელვებული ვარ დაო. İnşallah bu akşam bir aksilik. იმედია ამაღამ ხელს არაფერი შეგვიშლის. იმედია დაო. წარმატებებს გისურვებ. Bu geceyi atlat. წინ გრძელი ღამე გელოდება. Asiye denen. ახლა როცა ის ქალი წავიდა, საშიში აღარაფერია. მართალი ხარ დაო. Bundan sonra ამიერიდან ჩემი ერთადერთი სადარდებელი ის არის, რომ შვილებმა მიმიღონ.
ქალბატონო ასია, თუ კიდევ მოვიცდით, თვითმფრინავს ვერ მივუსწრებთ. Gitmiyorum. არსად წავალ. Konağa git. სახლში დავბრუნდეთ. Demek sen, ესე იგი შენ ხარ ჩინარ. demek ჩემს შვილიშვილებს თავს არ ანებებ. გითხარი მათგან თავი შორს დაიჭირე მეთქი. მათ ცხოვრებაში არ ჩაერიო მეთქი. ჩემი გეშინოდეთ შენც და მათაც ვინც შენ გიცავს. დურო. ახლავე მოაშორე ეს კატა აქედან. რატომ? როგორ თუ რატომ? ყველგან კატის ბეწვია. რაც გითხარი ის გააკეთე. არ მაინტერესებს, არ მოვიშორებ. წამოდი შვილო, გამოიცვალე, მივდივართ. სეჰერ, ცუდად ნუ გამიგებ შვილო. ალერგია მაქვს, ვეღარ ვსუნთქავ. კარგი ბიცოლა, მესმის. დურო შენი სათამაშოები შეაგროვე და წავიდეთ. კარგი. სად მიდიხართ? სახლში? არა. დედა ჩემს უნდა შევხვდე. საღამოს ჩეთინს და ესმას მასთან მივიყვან. სეჰერას ამბობ. ისევ არ გადაგიფიქრებია? დედა ასია რომ დაბრუნდეს რასიზამ. არ ინერვიულო. ამის შესახებ ვერაფერს გაიგებს. თანაც-ბებია რომ დაბრუნდება უკვე ყველაფერი რიგზე იქნება. მას შემდეგ რაც დედას მივიღებთ, ჩვენ წინააღმდეგ ვეღარ წავა. ორი სამყარო რომ გაერთიანდეს, მაინც არ გაპატიებ ჩინარ. დაო მივდივარ. სეჰერმა დამირეკა პარკში უნდა შევხვდე. რამდენიმე საათში დავბრუნდები. დღეს შენი დღეა. სამუშაოზე არ იფიქრო. წადი და ელაპარაკე შენს ქალიშვილს. გადაწყვეტეთ ამ საღამოს რასიზამთ. მერე სახლში წადი და მშვიდად მოემზადე. ღმერთმა დაგლოცოს დაო. მიხარია რომ უფალმა შენი თავი გამაცნო. ჩემთვის ილოცე. კარგი? კარგი, შენზე ისედაც ყოველდღე ვლოცულობ. ღმერთმა კარგად გამყოფოს. ახლა წადი, არ დაიგვიანო. სეჰერს მოკითხვა გადაეცი. Seher'e de selam söyle. გესმის? წადი. როგორც კი დედა ასია წავიდა, მაშინვე გეგმის შესრულებაზე გადავიდნენ. ნუ თუ საერთოდ არ ეშინიათ. რასულელი ვარ. თავიდანვე არ უნდა ჩამომეყვანა ჩინარი სტამბოლში. ზუჰალ, ამ პრობლემას ასე ვერ მოაგვარებ. Boşuna umut. ჩემი ეჭვები გამართლდა ჩინარ. Ben sağ მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ, Rasim'in რასიმის მკვლელი ჩემს ოჯახს ახლოს ვერ გაეკარება. Ablacığım. დაო, ალო, ესმა. საღამოს დეიდა აიშესთან ვართ ვახშამზე დაპატიჟებულები. დეიდა აიშესთან? აბა სოფელში წავიდაო? ხო, მაგრამ დაბრუნდა. ჩეთინს უნდა დავურეკო, ისიც მოვა. არ დააგვიანო, კარგი? Tamam peki. კარგი. მისამართ ახლავე მოგწერ. ჩეთინთან ერთად მოდი. საღამომდე. Allah. ღმერთო ჩემო. ღმერთო, გთხოვ დასრულდეს ის დღეები, რომლებსაც შვილებისგან შორს ვატარებ. ჩემო ჩეთინ, ესმა. გთხოვთ დამიჯერეთ, რომ უდანაშაულო ვარ. ღმერთო დამახმარე, რომ ამ საღამომ მშვიდობიანად ჩაიაროს. თურგუც ხომ არ დავურეკო?
თავი დამანებეო მეტყვის. თუ ესმა და ჩეთინი დედამის მიიღებენ, ჩემი საქმე ცუდად წავა. შეიძლება ჩინარმა ქუდრეთის დაბრუნებაც მოინდომოს. შეიძლება ეს მას ჩეთინს და სეჰერს გაუმხილოს, რომ ქუდრეთი მათი ძმაა. გავგიჟდები, სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობ. ბრძალო? დედა ასია? დიდხანს გალოდინე? არა, საქმე მქონდა. თქვენ თქვით, რომ სასამართლოში შევხვდებოდით. მართალი ხარ. იქ ვაპირებდი შენს ნახვას, მაგრამ გეგმები შემეცვალა. ჩემი აზრით სასამართლო პროცესამდე ქალბატონ მელდას ბოლოჯერ უნდა დაველაპარაკოთ. იქნება ამჯერად შევძლოთ მისი დარწმუნება. კარგი აზრია. იმედია მათი ოჯახი მეგობრების გამო არ დაინგრევა. იმედია. რა მოხდა? ჩემს დანახვაზე სახეზე ფერი დაკარგე რძალო. არა დედა. უბრალოდ გამიკვირდა რომ დაგინახე. რამე დაგავიწყდა? მე არაფერი დამვიწყებია. მაგრამ როგორც ჩანს შენ დაგავიწყდა. რა დამავიწყდა დედა? ვერაფერს ხვდები? დაგავიწყდა რომ ამ მოხუც ქალს ვერაფერს დაუმალავ. დაგავიწყდა რომ შენი გამოხედვით, ხმის ტემბრით და ხელების მოძრაობით შემიძლია მივხვდე რომ რაღაც რიგზე ვერ არის. საერთოდ დაგავიწყდი რძალო. ვერაფერს ხვდები დედა. მაგრამ მე არ დამვიწყებია. არასდროს დამავიწყდება ჩემი შვილის მკვლელი. ის, ვინც რასი მიწამართვა. დედა აიშე. ჩემო ძვირფასო. გული დამწყდა რომ წახვედი. მაგრამ უკვე დაბრუნდი. დაბრუნდი საყვარელო, დაბრუნდი. შენ როგორ მიგატოვებ? აღარ წახვიდე, კარგი? კარგი. აღარ წავა. მიდი შვილო, კატას ეთამაშე. კარგი. დედა. ჩემო სეჰერ. დედა, ყველაფერი კარგად იქნება. ჩეთინიც და ესმაც ასე ჩაგეხუტებიან. იმედია შვილო. დედა აიშე, ჩემთან მოდი. ღმერთო დამეხმარა რომ დღევანდელმა საღამომ შვიდად ჩაიაროს. იმ მკვლელს ჩვენ სახლში რა ესაქმება? ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გგონია დედა. აბა როგორ არის სუჰალ? როგორ? ხომ გითხარი ის ქალი ჩემს შვილიშვილებს ახლოს არ გაეკაროს მეთქი? შემომხედე. თავს რით იმართლებ? ამის შემდეგ მეტყვი რომ ჩემი შვილიშვილების ბედი გადარდებს? იმედია ოდესმე მიხვდები ახლა რასაც ვგრძნობ. ეს როგორ გამიკეთე? დედა მე დედას ნუ მეძახი. ჩემს ქალიშვილად მიგიჩნიე. საკუთარი შვილი ჩაგაბარე. ზურგში დანა ჩამარტყი ზუჰალ. სახლის კარი იმ ქალს გაუღე, ვინც ჩემ შვილს სიცოცხლე წაართვა. დურუ, ნუ დარბი ხარ შვილა. თავი დაანებე შვილა. დაეუფალმა ცხოვრების გზაზე დაბრკოლების გარეშე გატაროთ. ირბინოს როგორც უნდა. ღმერთმა გისმინოს. ჩეთინს და ესმას დაურეკე. აღელვებისგან დამავიწყდა მეკითხა. დავურეკე დედა, ორივე მოვა. ჩეთინს ვაზის ფოთლის ტოლმაც კი უნდოდა, მაგრამ არ იდარდო. რაც იქნება იმას შეჭამს. რას ამბობ შვილო?
ნეტავ ადრე გეთქვა, ფოთლებს მოვხარშავდი. ახლა რომ დავიწყო მზადება, ვერ მოვასწრებ. არა უშავს დედა. ჩემს ნათქვამს ყურადღებას ნუ მიაქცა. ბოლოჯერ ხომ არ ვივახშმებთ ერთად. შეგიძლია სხვა დროს მოამზადო. დემეთ? ძვირფასო, თავისუფალი ხარ? ნიშნულოვან შეხვედრას ხომ არ გაწყვეტინებ? არა, თავისუფალი ვარ ძვირფასო, გისმენ? კარგი. რადგან ასია, შეგვიძლია ერთად ვისადილოთ. რა თქმა უნდა, ერთად ვისადილოთ. კარგი. რესტორანს მე დავჯავშნი. ჩვენს ადგილას შევხვდეთ და ერთად წავიდეთ. კარგი ძვირფასო, როგორც გინდა. კარგი, ახლა გავთიშავ. მამი და მეძახის. შეხვედრამდე ძვირფასო. შეხვედრამდე. თვალებში მიყურებდი და მატყუებდი. ის ქალი დეიდა აიშია. ჩემი შორეული ნათესავი. ყველა გიждდება დეიდა აიშეზე. თითქოს არ კმარა რომ ამ სახლში შემოუშვი. სეჰერსაც დაუახლოვდა. ჩემ ზურგს უკან მოქმედებდი. ასეთი რამ როგორ დაუშვი? დედა ასე გთხოვდა მშვიდი. ნუ ერევი. ო მაგრამ მარტო დაგვტოვე. რა მოხდა? ენა გადაყლაპერძალო. ხმა მოიღე. რამე მითხარი? დედა, გეფიცები არაფერში ვარ დამნაშავე. თურგუთმა თავიდანვე ყველაფერი იცოდა. მან ჩინარის სახლში მიიღო და დარჩენის უფლებაც მისცა. რა არ ვიღონე, მაგრამ თავიდან ვერ მოვიშორე. ვერც ჩინარს და ვერც თურგუთს ვერაფერი გავაგებინე. ჩემი ქვის შიშით ვერაფერი გითხარი, დედა. თურგუთს დაველაპარაკები. დაურეკე და უთხარი სასწრაფოდ სახლში მოვიდეს. თურგუთ, სასწრაფოდ სახლში მოდი. სახლში მოდი მეთქი თურგუთ. იჩქარე. მოვიდეს. მოვიდეს, თვალი გამისწოროს და მითხრას, რომ ძმის მკვლელი სახლში შემოუშვა. რა გნებავთ? წარმატებულ დღეს გესურვებთ. მე ავანსის თხოვნას ვაპირებდი. მუშაობა ახლახან არ დაიწყე? ერთი კვირაც არ გასულა. ფული მჭირდება. ესე იგი, როცა უფროსის ძმისშვილი ხარ, შეგიძლია ავანსი მეორე დღესვე მოითხოვო. $750 ლირა ხელფასის ნახევარია. გამომართვი. ხელფასის ნახევარი? დიახ, ჩემი ხელფასი 1500 ლირაა. თითო კილოგრამი ყაბაყი და პომიდორი ამიწონეთ. ოღონდ გაფუჭებულს ნუ მომყიდით. ამაღამ სტუმრებს ველოდები. ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. რას ამბობდაო, გაფუჭებულ ბოსტნეულს არ ვყიდით. გასაგებია. უბრალოდ საუკეთესო არჩიეთ. შვილებს უნდა გავუმასპინძლდე. სუფრაზე დამპალ ბოსტნეულს ვერ მივიტან. და რა უცნაური ხარ? საკუთარ შვილებს სტუმრებად მიიჩნევ? თითქოს მათთვის უცხო იყო. ჩემი შვილებისთვის აქამდე უცხო ვიყავ. მაგრამ ამაღამ გაიგებენ, რომ მათი მშობელი დედა ვარ. წარმატებულ დღეს გესურვებთ. თუ ქალბატონი მელდა თავისუფალია, გადაიცით, რომ ბატონ ომერს მასთან შეხვედრას ორს.
Melda Hanım. ქალბატონო მელდა, ბატონო მერს თქვენთან შეხვედრა სურს. Peki. კარგი. Melda Hanım şu an... მელდა ახლა თათბირზეა. თუ რამე გნებავთ, მითხარით და გადავცემ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. ქალბატონ მელდას პირისპირ უნდა დაველაპარაკოთ. თქვენ ვერ გეტყვით. ბოდიშს გიხდით. ქალბატონ მელდას თათბირის შეწყვეტა არ სურს. ახლა ვერ შეგხვდებათ. ქალბატონო ესმა. კაბინეტში დაუკითხავად ვერ შევიჭრებით. მოგვიწევს დავსხდეთ და მოვიცადოთ. მაპატიე რომ გალოდინე. დიდხანს ვემზადებოდი. როგორ გამოვიყურები? ძალიან ლამაზი ხარ, როგორც ყოველთვის. გმადლობ. რადგან ასეთ განსაკუთრებულ ადგილას მივდივართ, ვიფიქრე, ლამაზად გამოვეწყობოდი. სად მივდივართ? ჟურნალში რომ გაჩვენე რესტორანი ბოსფორის ხედით, აი იქ მივდივართ. ვიჩქაროთ. თუ დავაგვიანებთ, ჯავშანს გაგვიუქმებენ. წავიდეთ. წამოდი. იქნება არ მაპატიონ. ღმერთო გთხოვ დამეხმარე. ხოლო ჩენი იმედი მაქვს. დააჯერე ჩემს შვილებს, რომ უდანაშაულო ვარ. დაეხმარე მათ, რომ მაპატიონ. დაედასრულდეს ეს ტანჯვა, რომელიც წლების განმავლობაში გულს მიმძიმებს. ამაღამ ჩემს ჩეთინს და ესმას გულში ჩავიკრა, ისევე როგორც ჩემი სეჰერი ჩავიკარე. ძალიან აღელვებული ვარ. დიდი ხანია აქ მოსვლა მინდა. მოგესალმებით. მაგი და დაჯავშნელი გაქვთ? ჩეთინ ფოირაზის სახელზე, 2 ადამიანისთვის. კარგი, წამობრძანდით. გმადლობ. გმადლობ. ლამაზი ადგილია, არა? ძალიან ლამაზია. საუცხოო ხედი იშლება, მაგრამ სადილისთვის ცოტა შეუფერებელი ადგილი არ არის? მენეჯერის თანაშემწე კაფეში ხომ არის სადილებს? თანაც ამიერიდან ასეთ პრესტიჟულ ადგილებს უნდა შეეგუო. რა სინებებთ? სასტარტოდ ორაგულის სტარტარი, ზეითუნის ზეთით და სოკოთი. კარგი. ძირითადი კერძი ვერ გადავწყვიტე. აკავისის ზღვის პროდუქტებით ან მოხარშული კარტოფილის გარნირით. თუ გნებავთ ორივეს მოგართმევთ. კარგი აზრია. ორივეს გავსინჯავ. ამდენ ხანს რატომ გრძელდება? გავქნათ, სხვა გზა არ გვაქვს. უნდა მოვიცადოთ. ქალბატონ მელდას ჩვენთან შეხვედრა იმიტომ არ სურს, რომ ფიქრობს მის მეგობრებს ცილს ვწამებთ. არა. არ მგონია ასე იყოს. ახლა გავიგებთ, საბაბი მოიგონა თუ მართლა დაკავებულია. ქალბატონო ესმა გაჩერდით გთხოვთ. ქალბატონო მელდა. მაინტერესებს თათბირი როდის დასრულდება. ვიცი რომ ჩინარი აქ არის. ეს როგორ დაუშვი თურგუთ? შენი ძმის მკვლელი სახლში როგორ შემოუშვი? 20 წელია მტკივილით ვცხოვრობ თურგუთ. ჩვენი ოჯახის წესრიგი დაარღვიე. ძმის ხსოვნას პატივი არ ეცი. მისი სინდისი ფეხქვეშ გათელე. საკუთარ ძმას ასე როგორ მოეკეცი? საერთოდ არ გრცხვენია?
ძმა და ობლად დარჩენილი ძმისშვილები არ შეიბრალე. მაგრამ ის მკვლელი შეიბრალე და სახლში შემოუშვი, არა? შემომხედე. თვალს ნუ მარიდებ. ჩემს თვალებში რასიმს დაინახა. შენს ძმას დაინახავ. გრცხვენოდეს. როდის გიხდით ქალბატონო მელდა, შეგაწუხეთ, მაგრამ თქვენთან სალაპარაკო გვაქვს. სალაპარაკო არაფერია. ჩემი სათქმელი გითხარით. მელდასგან რა გინდათ? მეც არ მესმის. მელდას თავიდან ანებეთ. მან გადაწყვეტილება მიიღო. განქორწინებას აპირებს. გადაწყვეტილება შეიცვლიდა თქვენს ლაპარაკს რომ შესწრებოდა. მე ვიცი რომ ქალბატონი მელდას და ბატონი ბურაქის დასაშორებლად ყველაფერი იღონეთ. თქვენ თავად რა გინდათ ამ წყვილისგან? ქალბატონი მელდა აქ არის. უთხარით სიმართლე. ახლავე უთხარით. ზღვარს გადახვედით. უფლება არ გაქვთ ჩემი თანდასწრებით, ჩემს მეგობრებს ცილი დასწამოთ. მომისმინეთ ქალბატონო მელდა. ვიცი რომ დაჯერება გიჭირთ, მაგრამ ადამიანებს რომლებსაც მეგობრებად თვლით, ზურგს უკან ოჯახს გინგრევენ. რატომ არ გინდათ ამის დანახვა? რატომ? ქალბატონ ჰილალს თქვენ იქმრის. ბატონ დენის კი თქვენი ხელში ჩაგდება სურს. ეს ჩემი ყურით გავიგონე. ხმა მოიღეთ. ჩუმად რატომ ხართ? მელდა ეს შენი კეთილდღეობისთვის გავაკეთეთ. ცუდი განზრახვა არ გვქონია. ნუ მიედმოედები ჰილალ. რაც ქალბატონმა ესმამ თქვა სიმართლეა? ამაზე მიპასუხე. უბრალოდ მითხარი რომ მეგობრები ვართ და სხვანაირად არასდროს შემომხედავ. რამე მითხარი დენის? პასუხი უკვე მივიღე. გრცხვენოდეთ. ხომ გითხარი რომ ის მკვლელი ჩვენს სახლში ფეხს ვერასდროს შემოადგამდა? ხომ გითხარი რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა ჩემს შვილიშვილებს ახლოს არ გავაკარებდი? მითხარი, მაგრამ მკვლელიც რომ იყოს, ბავშვების დედა. 20 წელი ციხეში გაატარა. შვილები თვალით არ ყავდა ნანახი. შემეცოდა. იმ ქალმა შენი ძმა მოკლა თურგუთ. დედა თურგუთმა სცადა ჩინარის სახლიდან გაეშვა, მაგრამ ვერ შეძლო. გულის ტკივა, გამუდმებით იმაზე ფიქრობს, რომ რასიმს უღალატა. შენ ნუ ერევი. ჩემი შვილიშვილი, შენი თანამზრახველი გახადე. რადგან ასე ახლოს არიან, ესე იგი სეჰერმა იცის, რომ ჩინარი დედამისია.
გახმოვანებულია მთავარ არხზე. geçti, unutmadım seni. Gözyaşlarım